ჩვენ ვბერდებით და ბერდებით და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის შესანიშნავი ამბავია, ჯანდაცვის სისტემები ახლა მზარდ გამოწვევას აწყდებიან. რადგან როგორ უნდა მოუარონ უფრო მეტ ხანდაზმულ პაციენტს ნაკლები სამბლების სამედიცინო პერსონალით და მზარდი ხარჯებით. აი სწორედ აქ შემოდის eye care innovation, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ისრაელის ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან. eye care innovation თანამშრომლობს ტექნოლოგიურ კომპანიებთან და ინვესტორებთან, რათა დაეხმაროს მომავალი თაობის ჯანდაცვის გადაწყვეტილებების განვითარებაში. ეხლა ჩემთან ერთად არის ენ ბერი, თქვენ ხართ eye care innovation-ის აღმასრულებელი დირექტორი. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. გამარჯობა ლინ, ეს ჩემთვის დიდი სიამოვნება. რა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც დღეს თანამედროვე ხანდაზმულთა მოვლაში ხედავთ? ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მკურნალობა და თერაპიები სჭირდებათ. რადგან საჭიროა ახალი მეთოდების გამოგონება და მათი გამოყენება გლობალური მოსახლეობისთვის, რომელიც ბერდება. ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად ჩვენ გვქონდა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოგრაფიული მკვეთრი ზრდა. ეხლა კი უნდა გაუმკლავდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც, როგორც თქვენ თქვით, ისრაელში საშუალოდ 84 წელს ცოცხლობენ, ან მაგალითად მონაკოში უმეტესად 86 წელს. არსებობს უთანასწორობები, მაგრამ საჭიროა ინფრასტრუქტურისა და ინოვაციების განვითარება ჯანდაცვის სფეროში, რათა ვიზრუნოთ ამ მზარდ მოსახლეობაზე. და სად ხედავთ ყველაზე მეტ ინოვაციას ამჟამად? რაზე ხართ ყველაზე მეტად აღფრთოვანებული, როცა ისრაელში ინოვაციებზე ვსაუბრობთ? ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად მემახარებს ის, რაც ჩვენ სხეულში არსებიც, უჯრედს და ღეროვანი უჯრედების თერაპიებს ეხება, რაც ჩემთვის სიცოცხლის ხელახლა გამოგონებას გავს. ასაკის მატებასთან ერთად სინამდვილეში კარგავ ახალ ღეროვან უჯრედების შექმნის პოტენციალს. და ღეროვანი უჯრედები ქმნიან ახალ უჯრედებს შენ სხეულში, რომლებიც ყოველდღე, ყოველ საათში ახლდება. და ეს იწვევს შენი ქსოვილების, შენი ტვინის დეგენერაციასაც კი. ამიტომ ფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი სხეულის, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი ტვინის დაბერებასთან გამკლავება. რადგან სწორედ ტვინი განსაზღვრავს ჩვენს უნარს, ურთიერთქმედება გქონდეს გარემოსთან. და ამას აკეთებთ ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპიის საშუალებით. შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამაზე? შემიძლია გითხრათ, რომ ეს ძალიან ძველი თეორია, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში შეიქმნა და შემდეგ განაახლა და აღადგინა შესანიშნავმა ისრაელელმა პროფესორმა შაი ეფრატიმ. ის ასწავლის თელ-ავივის უნივერსიტეტში, მაგრამ ძირითადად მას აქვს ყველაზე დიდი ჰიპერბარიული მედიცინის ცენტრი აქ ისრაელში, ქვეყნის ცენტრში, გალილეის ზღვის მახლობლად. თელ მსოფლიოში, ეს რომ ეს ყველაზე დიდი ცენტრია. ყველაზე დიდი თელ მსოფლიოში. და ეს არა მხოლოდ ფიზიკურად ყველაზე დიდი ცენტრია, არამედ მას ყველაზე მოწინავე პროტოკოლიც აქვს. რადგან მთავარი ისა, როგორ აკეთებ ამას. არა მხოლოდ რა აღჭურვილობა, აპარატურა, გუნდი გაქვს და რამდენად ხარ მომზადებული. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჰიპერბარიული მედიცინა გაყიდონ, როგორც ჩვენი დაბერების პრობლემების გადაწყვეტა, მაგრამ ისინი ამ უნიკალურ პროტოკოლს არ იცავენ. აბა როგორ მუშაობს ეს? პირველ რიგში ეს ცოტა მომთხოვნია, რადგან საჭიროა იყოს სერიოზული, ეს სამეცნიერო პროცესია. საჭიროა ფიზიკურად იმყოფებოდე რამდენიმე კვირის განმავლობაში, ზოგადად შეიძლება 3 თვე იყოს, რათა ასწავლო შენს სხეულს. შეცვალოს ღეროვანი უჯრედების წარმოქმნის გზა. ყოველდღიურად უნდა ჩაეფლო გარემოში, რომელიც ჰიპერბარიული იქნება. ეს ნიშნავს, რომ წნევა ნაცვლად იმისა, რომ იყოს ზღვის დონეზე არსებული ჩვეულებრივი წნევა, ატმოსფერული წნევა, რომელშიც შენ აღმოჩნდები. ფაქტობრივად წნევა ორჯერ უფრო მაღალია, თითქოს ზღვის დონიდან 10 მეტრის სიღრმეზე იყო. კარგი. მეორე საკითხია, რომ 2 საათის განმავლობაში დიდი რაოდენობით ჟანგბადის შეწოვა გჭირდება. ანუ 100%-იანი ჟანგბადი ნიღბით, შემდეგ კი 10 წუთი ჟანგბადით, 10 წუთი კი უბრალოდ ჩვეულებრივი ჰაერით კაბინაში. და შენი სხეული ამას აღიქვამს როგორც კრიზისულ სიტუაციას. სხეული ფიქრობს, რომ შენ ხარ ჟანგბადით ღარიბ ატმოსფეროში. და რეაგირების მიზნით ის ხელოვნურად ქმნის ღეროვან უჯრედებს, რომლებიც დაგეხმარება ნელ-ნელა აღადგინო შეცვლილი ქსოვილები. ეს ქსოვილები შეიძლება იყოს შენს ტვინშიც. ტვინსაც აქვს ქსოვილები, არა მხოლოდ შენს კანზე. ეს საოცარია, ეს საოცარი ტექნოლოგია. იმიტომ რომ როცა ამ ტიპის მკურნალობას იტარებ,
ზეწოლა განსხვავებულია. ეს ახალდაზრდავებს შენს უჯრედებს, მაგრამ ასევე იწვევს იმასაც, რომ მეტი ღეროვანი უჯრედი წარმოიქმნება. მაგალითად, ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ჭრილობები, მაგალითად, ქრონიკული ჭრილობები, რაც ხშირად ხდება ასაკში, როცა შეიძლება წაიქცე და ჭრილობა უფრო ნელა ხორცდება, ვიდრე ახალგაზრდობაში. ესეთ შემთხვევაში ეს თერაპია ნამდვილად ეხმარება. ეს ნამდვილად თავარი საკითხია. ეს არის ჭრილ-ჭრილობა. არსებობს ხილული ჭრილობა და უხილავი ჭრილობა და ეს ორივესთვის მუშაობს. ეხლა კი ჭრილობას რომ განიკურნოს, ჟანგბადი სჭირდება. და თუ თქვენს სხეულში ნაკლები ჟანგბადია, პაციენტი შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ ჭრილობა არასოდეს განიკურნოს. და ამას ხედავთ დიაბეტისა და სისხლძარღვთა პრობლემების დროს. ასე რომ სინამდვილეში მე ამ კომპანიის ნაწილი არ ვარ. მე უბრალოდ ადამიანი ვარ, რომელმაც ეს მეცნიერულ საფუძველზე სცადა. მე თავად გავიარე ეს პროტოკოლი, რათა უკეთ გამეგო, რადგან ეს მართლაც ძალიან მაინტერესებდა. მე გავიგე, რომ ეს მართლაც მუშაობს ღეროვანი უჯრედების გენერაციაზე, რაც ჟანგბადზეა დამოკიდებული და ეს ნამდვილად კურნავს ადამიანებს. ისრაელში კი 16 სხვადასხვა ჩვენებისთვის, მათ შორის დიაბეტისა და ოპერაციის შემდეგი ჭრილობებისთვის, ყველაფერს სოციალური უზრუნველყოფა ფარავს. არ გჭირდებათ მკურნალობის საფასურის გადახდა, რადგან ეს სრულად დამტკიცებულია. რაც უნიკალურია ისრაელისთვისაც, რომ აქ მკურნალობის დაზღვევით დაფარვაც შეგიძლიათ. ეს მართლაც საოცარია. მომავლის საოცარი ტექნოლოგია. ენბერი, iCare ინოვაციის აღმასრულებელი დირექტორი, მადლობა რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. გმადლობ.